გამარჯობათ მეგობრებო, ყველას აი ხასიათი ბედნიერებას იხარო. მეგობრებო, ნახეთ, ახლა უყურეთ, აკაი ამინდია რა, მზე, ყველაფერი და გარეთ რა, რამდენია იცით სიცივე? -22 გრადუსი. აი ვერც კი წარმოვიდგენ, ახლა ფოზი ვარ. მანქანაში ასე ცხელასავით, მაგრამ საკმარისია გარეთ გახვიდე და 2 წუთით ვერძლებ გარეთ. ახლა მე ველოდები, არ ვიცი, ახლა ცოტა მზე არის, შეიძლება გავიდეს კიდევ დრო, მაგრამ ეს არის ისეთი ტემპერატურა ამოვიდეს, რომ აი წყალი რო იყინება რა, ეს რო გაჩვენოთ, მაგრამ რა ვიცი, ჯერ ნახოთ. ადრე 1-3 წლის წინ გადავიღე მე ვიდეო მახსოვს, მგონი 32 გრადუსი იყო, მონტანაში ვიყავი და იქ იყო რომ აი წყალი რო ოთხიდან რო წყალს გადმოასხავდი და სანამ მიწაზე დაეცემოდა ყინულად იქცეოდა და აი მაგი რო გავაკეთოთ, კარგი იქნება, მაგრამ ისე რა არის, აი მაინც ადამიან ყველაფერს რო ეჩვევა, აი ხო სულ კანკალებ და სულ უზღუნე ვაიმე მცივა და ვეჩვევი რა, მეც შევეჩვი ასე თუ ისე და ალბათ ეს ხალხის რომელიც აქ ცხოვრობს, წლებია თუ რაღაცა ორგანიზმი აი ეჩვევა. თუმცა მაინც ზოგჯერ სულ მახსენდება ხოლმე აი ადრე ტექნიკა რო არ იყო და ახლა მანქანები არ იყო და ურმები და ცხენები რო დადიოდნენ და რო აი წარმოიდგინე მიდიხარ და აი სულ მახსენდება რომ აი ახლა ჩვენ ტექნიკაში ვარ, ადრე რო დადიოდა ხალხი ცხენებით, კარვებით და ღამე რო უნდა დაგეცინა რა, უნდა შეჩვეულებავი აქვს რა. განსაკუთრებით ჯეკ ლონდონის მოთხრობები გახსოვთ ალბათ, ხო, სულ მაგით ხო ძირითადად ამ აქია ჩრდილოეთის ქვეყნებში მონადირეებზე და მოგზაურებზე რო წერდა მოთხრობებს. კიდე აქ სიტფოში ჯორჯთან ერთად ვაკვირდებით გარეთ -23 გრადუსი. სახლები აქვს ესე კოხტა. კერძოდ ვიმყოფებით შტატ კანზასში. მშვენიერი სახლია. აბა სად არის ჩვენი საწარმო? სასუქეთ უნდა მივიტანოთ, აბა რაღაცა In a quarter mile, turn right onto Rock Creek Road. ეხლა მე ყურადღებით უნდა ვიყო, რომ სადმე ისეთ ადგილას არ შევიდე, რომ არ გავიჭედო. In a quarter mile, turn right onto Kentucky Road. თოვს ვერ მოვშორდით. ესეთ ადგილებში უნდა იყო ხო ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ ეს ხო პატარა გზა არის. უბრალოდ ეხლა ბორბალი თუ გადაგიჩნდა მარჯვნივ, მე გულისხმობ ტრაილერის უკანა ბორბალი, მერე უკვე ამოყვან არ არა და თან ისეთი ადგილია, ნახეთ სოფელში თუ სადღაცა ვარ. ოტრაკი იმის გამოძახება ნამდვილად არ გვინდა, ხო? კიდევ ერთი $450 გადახდა, ნამდვილად არ გვინდა.
შეიძლება აქ უფრო იაფი იყოს, ახლა ის კალიფორნია იყო და რატომ ჯობია ნელა ვიაროთ? Turn right on Kentucky Road. აი ვიტრო, აი ქარი ცოტა ცუდი შესახვევი. ახლა უნდა დავფიქრდე, ახლა გავიქცე. Turn right onto Kentucky Road. მეუნება იქი წადიოდა. აი ყოდ მეგობრებო, აი ახლა ნახეთ, აი ეს აი უნდა ვიყო ძალიან ყურადღებით. მეუნება მარჯვნივ შედიო. მე დიდი წრე უნდა დავარდო მარცხნიდან და რომ აი ეს ბორბალი არ ჩამივარდეს აქ. ესე დიდი წრეს დავარდო. სანდეში გავიხედა. აი აქ ვარ მომისრია. Continue on Kentucky Road for 1 mile. კანა ბორბალი არ ჩამივარდეს. განსაკუთრებით კიდევ აი გაზაფხულზეა ხოლმე საშიში. აი ეხლა ხო ეხლა სავარაუდოდ ხო ასფალტია და გვერდზე თუ გადაგივიდა, აი ტალახი თუ არის, ტალახიდანაც ხო ვერ ამოდის მანქანა. ორი მაილი უნდა ვიარო კიდე. ეხლა კარგია რომ უბრალოდ ძალიან მძიმე ვარ და ისე არ მეშინема. აი მე რომ დავიცლები და აქ წამოვა. ძალიან ყურადღებით უნდა მოვიდე აქეთაც რომ არ მომისრიოდეს. ეხლა ზოგიერთი მაყურებელი იტყვის რომ არის ბიჭო, არის ფიხარ, ისახარ. არის ფობაზე არ არის მეგობრებო, აქ არის პასუხისგებლობაზე. ეხლა წარმოიდგინეთ ეს მანქანა რომ ჩაგივარდეს, მე ეს ტვითი გაქვს. ეხლა ეს რო იყოს ჩემი მანქანა საკუთარი მსუბუქი და რაღაც მიდიხარ, იზი არ დარდო, მაგრამ ამხელა თანხა მოგაქვს. ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. ყურადღებით იყო. თორე ჩვენ თბილისში რო ვიცოდით ხოლმე თოვლი რომ მოვიდოდა და მანქანებით გავარდებოდით, გამოვარდებოდით. სად არის სად? ესე ჩვენი სტრუქტურული ფილმანები არა ეს. თვალები გავეკეთოთ ძალიან ანალიზს. გავლილია უკვე. ჩვენ დაავადებელები ეთქობა სამსახურია და ეხლა ამერიკაში სამსახურით ვერავის არ გააკვირვებ. აი თავარია კიდევ რა არის ეს ძღოლობის დროს აი თოვში აი შიშმა არ აგიხოლოს. იცის ხოლმე აი მაგათაც ბიჭები ავარიაში რომ მოყვებიან რაღაცა მე 2-3 თვე გინდა ხოლმე რომ ეს შიში გადალახო და აი მქონია შემთხვევები რომ ავარიაში მოყოლილი ადამიანი და მე შიში არ და ვეჯდება მანქანა და აი იგივეა აქაც. ერთი ოჯი რომ მოგისრიალდება მე ეს შიში მოყვება რა. ეხლა მე შიში არა მაქვს, მაგრამ აი ეს სიფრთხილე მინდა რა ის მაშინ აი ეს რომ გავიჭედე იმ თოში. სრული ნამდვილად არა მაქვს რომ სანამ გავიჭედო აქაც. გადმოვედით ტრასაზე. ხიდია. ობა ეს არის ფერმა. ფერმის პატრონმა იყიდა ეს სასუქი. დასახი ეს არ არის. ხანა აქ არ არის არაფერი და აი ბოლოში ხედავ რაღაცას აი იქ საშრობია თუ რა არის, მივარდა გავარკვევ ყველაფერს. ეხლა იქით ეს ბიზნესი აქვს, აქეთ ცხოვრობს. ცხოვრობდით მეგობრებო ასეთ ადგილას. მაგრამ რატომაც არა რა, ეხლა ეს მინდორი ეთქობა შემოსავალი აქვს რაღაცა სოფლის მეურნეობის რაღაც თოვლია და რა არის არ ვიცი. აი იქით შაშრობია და ეთქობა. ობლეული ან მარცვლეული მოყავს.
In 600 feet, turn left onto Kingman Road. გონი, ეგერ არის, ეგერ ყოფილა რამხელა დასაწყო. აი, ძროხების ის არის, ხო? ახლა ჩათეთაორია, აი აქ შევიდეთ ახლა, აქ რაღაცა შეცდომა არ მოვივიდეს. Turn left onto Kingman Road. Yes, turn left. Აქაც ვიწრო შესასვლელია. თავი არ ვიჩქაროთ. აი, უყურეთ, ნახეთ მეგობრებო, აი კი თოვლია. ეს სავარაუდოდ ჩასავარდნია. აქედან გამომდინარე, მე ასე წრე უნდა დავარტყა, იმიტომ რომ ეს ტრაილერის Continue on Kingman Road for 3/4 of a mile. პროპარი არა უშავს, მაგრამ თორია, ოპა. წამყვანი ის არ ჩავარდეს ხომ? ეს რა მოიდეს? ეგა ფერმაა თუ რა. ამ ბიზნეს იდეები. მაგრამ აი ბიზნეს იდეებს რო ვამბობ ხოლმე, ეს ამხელა მნიშვნელობა აქვს. ეხლა ქვეყანა რო დიდია, დიდი ბრუნვის და დიდი გასაქანი საშუალება გაქვს. ეხლა ჩვენ საქართველოს პატარა მიწა გვაქვს და ისევე გაქანდებ. აქ ეხლა ადგილებია 10 წლით 15 წლით გაძლევენ მიწას, აი გეუბნება ძმაო, აი ეს შენი მიწაა. აიღე 10-15 წელი გადასახადს არ მოხდ. გაწინე ის გააკეთე. ჩვენ მაგაზები ხშირად ვილაპარაკეთ, ეთქობა სავარაუდოდ ესეც ასეთი რაღაცაა რა. შეიძლება ყოფილი პატიმარია ან პატიმარებს ვაძლევენ აქ მიწებს. და იწყებენ ახალ ცხოვრებას რა. არჩევანს ეუნებიან, აგარ 5 წელი მოგეცი, თუ გინდა ციხეში იჯეკი, თუ გინდა აი აიღე მიწა და აწარმოე რაც შენ გინდა. ეთქობა ეს ვარიანტია. სავარაუდოდ ეს აი აქ მოვიტანეთ ეს ჩვენი სასუქი, მაგრამ ეხლა სანდა შევიდე. შესასვლელი იქნება. აგერ არის, აი სივისტერ რანჩი. აგერ წარწერა, იქით მეთქობა ხალხს ეშლებოდა იქით არის სივისტერ რანჩი. ეს არ არის ჩვენი მონაკვეთი, ჩვენი შესაძლოა თვითონ ეს ის არ არის შემეშალა. იქით გეყოფილა. არის -23 გრადუსი, არა და მაგარი მზი არის. აი, რაღაცა ცხოვრობს, თავის ორი მანქანა აქვს. ეხლა საშუალო ფენის, საშუალო შემოსავლის ადამიანები შეიძლება პატიმარიც არის რა და დაიწყო რა ვიცი. ისე კი მინდა პატიმარს რო დავილაპარაკო საინტერესო იქნება. ვარ დაგალეთ მეგობრებო, ცოტა დიდი ხანი მოდივართ ხო, მაგრამ რა ვიცი, მოგერ ამ ხელა საწარმო ყოფილა, მე მეგონა ოჯახი ეგრე გამოჩნდა. ავჭი ერთი სიტყვით აი ეს თელი მინდვრები რა მოდის აქ. ვიცით, რაღაცა იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტი არ ვიცი. სიმინდი არ ჩანს, ახლა თოვლია დაფარებული, რა კიდე რომ გაიგო. თოვლით არის დაფარული. ზოგჯერ რო ვიღებ ხოლმე დიდ იმებს, ვიდეოებს, მე ტელეფონი არ ეტევა. წასვლა მიწევს ხოლმე და იქ თუ რაღაცა საინტერესო იქნება, იქ ჩავერთო. საწარმო ეხლა რამდენი მანქანა დგას, რა 10 მანქანა დგას.
აკითხებიან ხოლმე როგორ ახარ აკო იგრძნობო ესა ამერიკა შეიგძენიო რავით მეგობრებო ისეთ ადგილებში დავდივართ უნდა ვიგრძნოთ არა In 600 feet, turn left. სხვა ადგილებში და ვერ შევიგრძნობ, იმიტომ მაინც ცოცხალ ადამიანებში, ეხლა ჩვენ მაინც მუშაობთ და ისეთი კავშირები არ აქვს ცოცხალ ადამიანებთან, მაინც ალბათ ცოცხალ ადამიანთან რო მოდეს უფრო მეტი ურთიერთობა, უფრო შევიგრძნობდი რა. Turn left, then turn left. ისე უნდა შევიდე, რომ იქ მოსახლეობა იქნება ძალიან ვიწროის ალბათ ტრაილერები მომოდიან. გამიჭირდეს იქიდან გამოსვლა მოვატრია. აი მეგობრებო თქვენთან ახაც ვიწრო ყოფილა. ესე გადავასე ძირითადი ფორმულები ხო იმაზე წავიდა ის გადავიდა. Turn right, then turn left. ეს გადმოვედით. თავარია არ ჩაგვივარდეს ხო? ხო, ნუ რაღაცა ის არის, იქნება იმიტომ ორ ტრაქს წერია და Turn left, then you will arrive at your destination. მეგობრებო, ეხლა მე ჩავიცნე რომ Nine trucks docks. და ჩავიცვე თორე მოდივა მთელი ღამე მოდიოდი სიტყვაში ვარ და Nine trucks docks დოკების You have arrived. ეგერ არის რა ეგერ იქ და შევიდეთ აგერ უწერიათ აგერ არის დოკების რაყენებელი მაგრამ როგორ მივაყენე ძალიან გამიჭირდება და ეს მოდი ჩავარ და ვნახავ ხალხს ვნახავ შეცდომა რო არ მომივიდეს უყურეთ როგორ იქითაც ვიწროა გას აქითაც ვიწროა და ალბათ მეტყვია საკმაოდ დავაჩერე და გაჩავიცოთ და დავაცილოთ თვითონ ჩავიცვი აი ხა ამლეხანია და კაციშვილი კი არ მოვიდა მაინც პატარა საწარმო რო არის ელოდებ რომ ვიღაცა მოვიდეს მაგრამ ამ სიცივეში ვინ გამოვა აი ჩვენ დავიწყოთ ზე მაი მზე რო არის მზე მაი თავისი ხიბლია რა აი ხლა უყურეთ სავარაუდოდ იქით არის ეს დოკი მაგრამ მე რატო გავჩერდი შეიძლება აქით არის აქედან გადმომტკითან რა აი აი ცოტა ცუდი დასაყენებელია აი აბა ნახოთ აბა სადა ვართ ჩვენ დოკს ой სადა ვართ ეს ამ კრეში მოვედი ეს რა არის მუხუდო რა მოყოთ აბა მუხუდო ახსოვცავთ აბა არავინ არ არის სად არის აი თქვა კერძო საამქრო მუხუდო ეს ოფისი აქ არის ნეტავი აგერ არის ხო აი აქ უნდა ასეთი ყუთები არ მოვიტანე კაციშვილი რო არ არის ეთყობა ვიღაცის აი მაინც რა არის რა ნახეთ ამ ხელა საწარმოა ალბათ კერძოა მაგრამ ხალხი არ არის სავარაუდოდ აქ ხო ეს რაღაც არ არის ხო ოკეი არავინ არ არის ესეც სამუშაო პროცესია მეგობრებო აი ზღოლებოდა ვინც ამ საქმით იწყებთ ადგილას მუშაობას ზოგჯერ თუ დაიწყოთ მუშაობა აი ზოგჯერ ესეთი მოგიწევს სიარული არავინ არ ოკეი ვიღა ნახეთ ამ ხელა ოფისია ვიღაცის ხმა მესმის excuse me
მოციშო. Okay. Okay. Ja, this way. Адам ვიპოვე. სადაც მითხე, სადაც წარმოხო, საიდან მოვიდი ხო? მაგრამ ჩვენ მაინც შევხედოთ. აი დააყენეო და ეს ცოტა. კი, გასაგებია. აი ესე თავიდან ხო? აგერა. ამხელა მანძილია კაც ვაში შემოვარ და ჩვეულებრივად დავაყენებ. პრობლემა არ არის. ისე აი ამერიკული ცხოვრების სტილი რა, წყნარა ჩვიდათ, აი ესე სოფლებში ვიძახი რა. აი ესე ვიღაცა მუშაობს, აი ხა ამდენი კაცი იქნება აქ, აი 10-15 კაცი. მე წავა სახში. მე შაბათ-კვირას სამსადმე წავა და ესე რა, მანქანით გიდიან, მოდიან. აი ეგ იგრძნობა უკვე ამერიკული სოფლის ცხოვრება. ეხა ქალაქისგან განსხვავებით აქ სიმშვიდე და წყნარია. მოდი აბა შევამოწყო. ხوار გადმოვარდა, მაგრამ უნდა გადმოვარდნილიყო იმხელა. ის იყო თქვი. ამარეთი. ყველაფერი ნორმაზია. წავი დავაყენოთ ახლა. მე იქიდან როგორ უნდა გამოვიდი? ალბათ აქიდან. ეს უკვე აი დადგომის წინ ყოველთვის უნდა რაზვედკას ვეძახით ხოლმე. დაზვერვას. ხო, ეტყობა ისე გავარ და აქიდან გამოვალ და წავალ. არ ვიცი ახლა ეს საშრობია. აი ვინც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ხორბალი საშრობი ისინია ეტყობა. მოხუდოსაც გაშრობა უნდა თუ რა ვიცი. ნუ ფაქტია რომ სასოფლო სამეურნეო ბიზნესია. ნუ კანზასი თვითონაც სასოფლო სამეურნეო შტატია. აი ჯორჯ მოდი დავდგეთ ჩვენ ადგილას. ახლა კარგია მძიმე რო ვარ, ისე არის რეალები და მსუბუქი. ნიერი ადვილი დასაყენებელი ადგილია. კი ვიძახი ვერ დავაყენებ. ეს დაბალია. იმივიქარი რა. It's okay? Yeah. Okay. I'll get you another. Okay, thank you. It's a გადმოვტირთავო, მე გეტყვია და ტაჯიკი მანქანაში. შემაქამდე. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, აი ესეთი თუ ისიც გადავიღოთ ახლა როგორ გავალთ იმ სამშვიდობოზე ცარიელზე. მოდი, ცოტა ხანი არ შევწყვიტოთ ვიდეო, რომ დავიცლები, მე გადავიაროთ ისა და რომ დაცარიელდება ცარიელი მანქანით როგორ გავილით იმ თოვში. მაგრამ წესით რა უნდა იყოს არაფერი ჩვენივად გაიგეთ. მაგრამ მაინც ახლა თქვი ბოლომდე ვაჩვენოთ როგორ გამოვედით, გამოვათ აქ იმას. ამ სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, ადგილიდან. ეხლა ავკრიფე აქვე მაქვს პიკაპი ასაღები რაღაც 60 მილში, კანზას-სიტიში. აქამდე მეგობრებო, მაინც მანქანაში ჯდება მთელი დღე ამ მანქანაში ვზივარ და მოდი გავისეინოთ, ფეხი გავშალოთ, რო ვიტყვიან. ამ მომენტში ყოველთვის უნდა კი ცივა მართალია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მთავარია. სულთა ჰაი, მაგარია. მაინც ამ იმაში რო ზიხარ ბუტკაში. ჯობია გავისეინოთ. შევამოწმოთ ჩვენი მანქანა. ამეხوارაჭის ამ თაულებში და იმებში ყოველთვის არ დაიზაროთ ხოლმე, ყოველთვის გადავლეთ ხოლმე თვალები.
ტექნიკა შეგეთქვა. ой, მერცხლის ბუდეა თუ რა ხდება? ამ სიტუაციაში რა უნდა მერცხლს? კლიენტები ვნახე და ჩიტის ისეთი. არა. ორი ის დარჩა. რამდენი სასუქები, ესე იგი ეს მერეს რომ უნდა ამ სასუქებით მთელი მინდვრები უნდა დაამუშავოთ. აი ამ ხელა მინდვრებია. ესე რამდენჯერ მიფიქრეა რომ აი ხორბლის ბიზნესი, ხორბლის ეხა ჩვენთან დედოფლის Head north, then turn right. დედოფლის ყაროში. ეგ არის პატარა მიწა გვაქვს რა. და მაგარი ბიზნესია რა, ეხლა ეს რომ აი ამ ხელა ტერიტორია რო კონდეს საკუთრად, რა. როგორ მითხეს მეგობრებმა? შენიაო ამერიკა, შენიაო. რა ვიცი, ჩვენია ამერიკა. ალბათ აქ თუ დაიბადები და გაიზრდები, მაშინ კი იქნება შენი, მაგრამ რაცა სამუშაო ჩამოდიხარ და მარტო იმაზე ფიქრობ რა საიდან შემოსავალი. რა ვიცი, ჩემთვის ჩემი ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში შენი არის, სადაც დაიბადე და გაიზარდე. აი მანქანები ყოფნა ხე პიკაპები. სოფლებში დარბია მანქანებით. გონი მორჩა. აკაც აბუდებსაც მომცემენ. Morcha. Is she... Lady, give me papers. Lady, yeah, papers. Ah, just one. One. You want the envelope? No, just one. This one. There you go. Okay, thank you very much. Thank you. Document, sushi document. Sergo Zakhariev, როგორ ისე? ეტა что такое? Что такое? ავიდეთ. ჯორჯ, ეხლა გადავაგზავნოთ ეს ჩვენი საბუთები და მე გავიდეთ ეს ცარება ეთიკა და ნახოთ აბა როგორ გავიდეთ. საბუთები გავაგზავნეთ და წავიდეთ. ისე, აი ხა ცარიელი, ისე მეც მიქეს ხოლმე რა, ეხლა ხო, ეხლა თვითონ ტრაილერი მძიმე როა, ხო კარგი, მაგრამ ცარიელიც ხომ მძიმეა და ისეთი ჩიტივით დაფრინავს ხოლმე, აი ქარის დროს, ან თოვლის დროს ისე სრიალებს ხოლმე. თავიდან ახალი დაწყებული რომ მქონდა მუშაობა, ხო ფსიქოლოგია და Turn right onto Kingman Road. ძიმია და არა ისეო რა, პრობლემა არ არის და მე უკვე დავამუღამეთ. არა, დიდი ყურადღება გინდა, არ უნდა გაუთამამდე რა. აი შესაძლებელი, აგერ ხილად უნდა შეხვიდე. აი შეიძლება ხა ისე უკეთრად რომ მოუხე, შეიძლება წაიღოს ეს ტრაილერი, უკანა ნაწილი დაასრიალოს. Continue on Kingman Road for 3/4 of a mile. აი ხა შეიძლება აი გავარდე, მაგრამ არა, მაინც ჯობია რომ ყურადღებით და იმით გახვიდე. აი ხლაც იმ მოსახლეში გავარდ და ერთ სიტყვით და მოკლედ და კონკრეტულად არ უნდა იჩქარო. ამ საქმეს სიჩქარე და ესეთი ლიხაჩობა ქართულად როგორ არის, აი ოჩაღობა და ასე რაღაცები არ უყვარს. არა, ვიცი და ახალგაზრდა რო ხარ, მანქანაზე რო დაждები, თქვა რომ გიხარია ხოლმე. ბოლები და ასე რაღაცები. ტრაილერზე არ არის მიზან შეწონილი. აი ხა ცარიელი რო დახტის მანქანა, და მძიმე რო იყო, კარგად იყო. და მომენტებში სრიალებს კიდევაც, მაგრამ ასე რომ ძღოლები იმ ტრაილერზე მუშაობენ ყოველთვის ამჯობინებენ დატვირთულ მანქანის სიაროს ვიდრე აი ესეც ცარიელმა იარო. სად იყო იქ იყო ხო სადღაც მოსახლეები ცოტა ისეთი და აი ნახეთ აი ციგასავით სრიალებს რა. არა. აი წეგან რაც ავთქვი რომ არ უნდა გაუთამამდე ეხლა ვიდრე
ახლა ცოტა გაზ დავაჭირე და უკან კუდის ქნევა დაიწყო რა. მომენტებში ვძნობ კიდევაც რომ აი პრობლემები სრიალებენ. არა. ყველაზე კარგი ოპტიმალური ვარიანტი, აი ხوارი ხომ მე ლაპარაკობ, აი როგორ უნდა იარო პროფესიონალიზმი რა არის? კი, რაცა უნდა მაგარი მძღოლი იყო და ტარება შეგეძლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ისეთი სიჩქარით იარო, რომ შენ თვითონ განსაზღვრო არ მოგესიარდეს. ანუ ნელა რა, არ უნდა ილიხაჩო რა. აი ნახე და როგორ სრიალებს ახლა. ანუ ნელა რომ მივდივარ, არ მეშინია. საკმარისია ცოტა გაზ დავაჭირო და ეგ მარცხნივ და მარჯვნივ მიგიღებენ. მოგძანდით ბატონო. აი ახლა ნახეთ მეგობრებო, ეს დიდი მონიკა მეუნება მარჯვნივ შედიო, ეს მარგარიტა მეუნება მარცხნივ შედიო. და ჩვენ ხო მარჯვნიდან შემოვედით. ეხლა აი ამ შემთხვევაში არ ვიცი ახლა რა გავაკეთოთ. ალბათ ჯობია მონიკას დაუჯერო. აი იქიდან მოდის სუბუქი მანქანა, მაგრამ ვინაიდან მე ახლა იქითკენ არ წავარ, იმიტომ რომ ვინაიდან ეს მონიკა მაინც სუბუქი მანქანების გზებს აჩვენებს. ჩვენ გავილით. ესეც აქეთ მოდის. საერთოდ წავიდეთ. იქიდან ტრაქტორი მოდის. ვა, გაიგე ახლა. ჩვენ იქიდან მოვედით. მოდი იქითკენ, აქეთკენ მეუნება წადიო. სავარაუდოდ ალბათ სუბუქი მანქანების გზას მეტყვის. ჰელო. ახლა სოფლებში ყველა გამარჯვებას გეუბნ. არა, საერთოდ ამერიკაში ყველა გამარჯვებას გეუბნ. მოდი წავიდე. მაინც შენი ინტერესის გულისთვის. დავით, არა. იმიტომ რომ იქითკენ ჩვენ ცენტრალური გზიდან მოვედი და არ გავრისკა. არ გავრისკავ იქით, საერთოდ წამიყვას ერთმანეთის და ის იქიდან მაინც ვიცით საიდან მოვედი და თან. არა, ეხლა ზაფხული რო იყოს არ გავრისკავი სადაც წავიდოდი, მაგრამ ამ თოვლში და Head south on Kentucky Road. სადმე არ გავიჭედოთ რა. ეს გზა Continue on Kentucky Road for 1 mile. ასე თუ ისე მოვლილი გვაქვს. აქედან მოვედით. ისე რა მაგარია რა, მე სოფელში რომ მიდივარ, ისე მიხარია ხოლმე, რომ ყველა გამარჯვებას გეუბნება, ყველა იცნობ, არ იცნობ, ქალაქში. აი, დააკვირდით სიტყვა გაუარე. აი რომ დაფიქრდი, ხო? კაცმა გაიარა და გაუარე, ესე იგი უარყავი. რატო ადამიანი მოდის, რატო უნდა უთხარი გამარჯობა? ისიც კარგად იქნება, შენც კარგად იქნება, მაგრამ ქალაქში იმდენი ხალხი დადის, ალბათ ყველას გამარჯვებას ვერ ეთქვი არა. აი აქაც ახლა ვინ შემხვდა, ყველა გამარჯვებას მეუნებოდა, იქ მუშები ხო იყვნენ, ახლა ამანაც ხო გამოიარა ტრაქტორისტმა და ხელი დამიქნია, იქიდან სუბუქი მანქანა იმანაც გამარჯვება მითხრა. ოღონდ ჩვენ გვინდა 35 გზა. აი ეს არის 35 გზა ხიდიდან რომ გადავედით, ხო? ამით უნდა ახლა ჩვენ პიკაპი გვაქვს იმაში, რა ქვია, კანზას სიტიში და ნახე, აი აქ უნდა მოხვედრი ვიყავ და ეხლა მე რო უკან წავსულიყავი. საწავიდოდ ერთმანეთის. აი აქ მოხვდები და ეს გახსოვთ რომ გადმოვიარეთ ეს მომენტია 35 გზა. ცენტრალური გზა გამშრალი და ეს ოფისიმეებში სიარულო და ექსპერიმენტები ჩვენ ამდვილად არ გვინდა არა მეგობრებო. არის ხომ მაინც კი ტექნოლოგიები და ის, მაგრამ მაინც ადამიანის გონებას მაინც ვერ აჯობებს ეს ტექნოლოგიები. ოღონდ გადამწყვეტ მომენტში მაინც შენი გონება უნდა ჩართო რა. ეხლა კი შექმნეს ეს ხელოვნური გონება და ის და საინტერესო კი არის, ზოგი კითხოს რომ დაუსვევ ხოლმე. ეს საინტერესო რაღაცაც პასუხობს, მაგრამ მაინც რა საინტერესოა სათამდე მივა ეს ხელოვნური გონების ისინი. მაინც ცოცხალ ადამიანს ღმერთმა რაც შექმნა იმას მაინც ვერ აჩვენებს. რა თქმა უნდა ფიქრობ მეგობრებო. გონება მაინც სხვა ახლა. როგორც
როგორც მახსოვს, აი ეს იყო მოსახლეები და მე აი თოვლიანი მეებს გავარ და ცენტრალურ გზაზე მოვხვდებით. ამ ქუჩას თურმე ქვია ეიზენჰაუერის ქუჩა. ეიზენჰაური გახსოვთ ხო ეს მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალი იყო და მერე გახდა ამერიკის პრეზიდენტი. და ეთყობა აი მის სამშობლოში მაგ კანზასიდან არის და ეთყობა აი გაიზარდა ის კაცი და გახდა ამერიკის პრეზიდენტი და ისტორიაში შევიდა. ასე თუ ისე ეიზენჰაუზ აი თვითონ მოია ეიზენჰაუზენი როუდ ისტორიულ რაღაცა ახალი გავიგეთ რა იმას მაინც ვიტყვით რომ ეიზენჰაუერის სამშობლოში და მის ქუჩაზე გავიარეთ. მიდამოებში ხო დავდივა და ატონყოს აი ბეთანიის მიდამოები გამახსენდა იქაც რო არის Turn left onto Rock Creek Road. ბეთანიაში თუ ხარ ნამყოფი ცაცაკი არ არის სახლები და ზამთარში რო დახა სულაც ეს თოვლია სულ. აქ შემოუხვიოთ ყურადღებით შემოუხვიოთ ახან ჩაგვივარდეს აი აქ რო ჩაგივარდეს ბორბალი ცოტათაა ჩვენი საქმე. In a quarter mile, turn left onto Old 50 Highway. აი ნახეთ სადა აი ხედავთ სადა ჩასავარდება დიდი წრე დავარდი და всё. აი ცოტა დაგშვა და ცენტრალურ გზაზეც გავარ. აი რო შემოუხვეთ Turn left onto Old 50 Highway. აი ეს ძლიეროა რაღაც. აი გამოვიდით. ჯერ ცენტრალური გზა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მშრალია. всё, ავეთ, წამოვეთ, ასე ვთქვათ, გამოვედით. სრიალა ადგილებიდან. კარგით მე Continue on Old 50 Highway for 2 miles. დაგემშვიდობებით, ასე ვთქვათ, ძღოლის როგორ გითხრათ, ტყავში ჩაქვსით, ტყავში და ყოველდღიურ იმას ხომ მოგაშორეთ ცოტა. ცოტა რუტინული ვიდეო იყო, მაგრამ რაღაცა არის, რაღაცა მაინც შემეცნებითი არის. просто ძღოლის ტყავში დანახული რუტინული დღე. კარგით, აბა, მომავალ საინტერესო ვიდეობამდე.